ჩვენი გადაცემის სტუმარია ფილოლოგი, ენათმეცნიერი, პედაგოგი ბატონი გია მურღულია. ხარია რომ ჩვენთან ხართ. ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. პირველ რიგში რომ ავუხსნათ ჩვენს ტელემაყურებელს მარტივად რატომ სჭირდება ადამიანს წიგნი მაშინაც კი, როდესაც ყველა პლატფორმაზე სხვა ინფორმაცია ხელმისაწვდომი. მოედინება. როგორ ავხსნით ამ თანამედროვე ფენომენს? მე მგონი ამას მარტივი პასუხი აქვს. არსებობს ინფორმაცია, არსებობს გამოცდილება, არსებობს გონიერება და არსებობს სიბრძნე. მარტო ინფორმაცია ბოლო სამს ვერ გადმოსცემს. იმიტომ რომ ინფორმაცია არის სამყაროს ფრაგმენტი, სამყაროს ნაწყვეტი. და წიგნი ეს არის ხედვა, ეს არის ღრმა მზერა, ეს არის ანალიზი, ეს არის შეფასება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. ინფორმაცია გეუბნება თქვენ რა მოხდა. მეც არც არ გეუბნებათ. ამის შემდეგ იწყება უკვე თქვენი მონაწილეობა ამ ინფორმაციაში, გათავისება ინფორმაციის. დამუშავება. და წიგნი გეხმარებათ თქვენ გაიგოთ ეს ყველაფერი რისთვის მოხდა. მეცნიერება მაგალითად გეუბნებათ როგორ იცხოვროთ და ლიტერატურა გეუბნებათ რისთვის იცხოვროთ. ამიტომ წიგნი არის ღირებულებითი ინფორმაცია. უფრო მეტია, გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ინფორმაცია. როგორ ფიქრობთ თქვენი აზრით, წიგნი მხოლოდ ცოდნას გვაძლევს თუ აი რაღაცა ხასიათსაც გვიყალიბებს და აი ამაში გვეხმარება? იცით, აი იმის გამოც, რაც წეგან მოგახსენეთ, ეს არის ერთმნიშვნელოვნად პიროვნების დამბადებელი ფაქტორი. მარტო ერთი წიგნით შეიძლება ვერ დაიბადო. რა თქმა უნდა. როგორც პიროვნება. მაგრამ ის რომ წიგნი ზოგადად ამას ხელს უწყობს და პირდაპირ განსაზღვრავს კიდეც ძალიან ხშირ შემთხვევაში ეს ნათელი ამბავია. ჩვენ პიროვნებად ქცევაში გვეხმარება ან წიგნი, ან სხვა ადამიანი. ეს ორი თანაბრად იღებს მონაწილეობას ამაში. აი ხასიათს აყალიბებსო, ხასიათი ხო განწყობა არის. განწყობაზე ლაპარაკი ქართველებს არ გვეშლება. ჩვენ ახლა დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორიის ქვეყანა ვართ, რა? განწყობა ბადებს დამოკიდებულებას, განწყობა ბადებს ინტერპრეტაციას, განწყობა ბადებს ხასიათს, ყველაფერს განწყობა ბადებს. აი, როდესაც თქვენ მაგალითად სიტყვაზე მერანს კითხულობთ, იქ რამდენიმე პლასტია რა, ნებისმიერი წიგნის აღქმის დროს არის ეს ასე. არის სიტყვა, არის ფრაზა, არის აბზაცი და არის ტექსტი. 4-ვე დონეზე მუშაობ შენ, როდესაც წიგნს კითხულობ და როდესაც წიგნს ეთანამშრომლები, მოდი ასე ვთქვათ. როდესაც წიგნი გზრდის შენ, რა? მერანს რო კითხულობ, ამბავს, რაც იქ წერია, სწრაფად გაიგებ. მაგრამ რა იგულისხმება ამ ამბავში? ამაზე რო დაფიქრდები, ამას გაანალიზებ, სხვადასხვა ვერსიას გაიაზრებ, მხატვრული სახე ხო უამრავი ამოხსნით გამოირჩევა. შეიძლება ბევრნაირად ახსნა, ხო? ახლაც გამათობენ ხანდახან, ბოლო-ბოლო რა იგულისხმება ამ მერანში ბარათაშვილი. ეხლა ეს ძალიან შორს წაგვიყვანს ამაზე ლაპარაკი და სხვა დროს იყოს, მაგრამ უბრალოდ თქვათ, როდესაც მერანს კითხულობ, შენ ხვდები, რომ მერანიც და ყორანიც ორივე შენშია და ორივე შენახარ. და ნიავს მიეც ფიქრი ჩემი შავად მღელვარი, ეს ჩემი ფიქრი არის ყორა. მერანიც ჩემი ფიქრია, ჩემი განწყობა არის. რაღაცა ძახილია ჩემში. ვისი ეს შემდეგ ვილაპარაკოთ ამაზე. მოკლედ, როდესაც შენ ამაზე ფიქრობ, შენ იზრდები სულიერად, ინტელექტუალურად, ემოციურად. შენ გეხმარება წიგნი, რომ პიროვნება გახდე.
დიახ, გუშინდელ ღონისძიებას რო გამოვეხმაუროთ ბატონო გია. რა ძალა აქვს საჯაროდ აი ესე ხმამაღლა კითხვას განსხვავებით ჩუმი კითხვისგან? და რატო აქვს აი ესეთი ფორმატი აი ამ ღონისძიებას რო ხმამაღლა და მხატვრულად და გამოთქმით უნდა იქნას საკითხული ესა თუ ის ტექსტი. ეხლა ამას რომ მეკითხებოდეთ, უცბად გამახსენდა ჩემი ორი მეგობარი. ბიძინა ხერხეულიძე და გიგი სულაგაური. ერთად ვსწავლობდით ჩვენ უნივერსიტეტში. ხანდახან ზოგჯერ სუფრასთან ხდებოდა, ზოგჯერ მეგობრული საუბრებისას, ზოგჯერ უნივერსიტეტის ეზოში. ისინი ლექსებს კითხულობდნენ ხოლმე. გამაოგნებელი კითხვა იცოდნენ ლექსების. ჯერ იმდენი ლექსი იცოდნენ, რომ მე დღესაც განსვიფრებული ვარ, რომელ თავში ეტევა ამდენი ლექსი. რო უსმენდი ხოლმე ამათ. ზოგჯერ ფიქრობდი, ეს ლექსი ხო მეც საკითხული მაქვს. აი წიგნში გუშინ წავიკითხე ეს ლექსი. რატომღაც ეგეთი შთაბეჭდილება არ დატოვა მაშინ, როგორც ადამიანის ხმით მოტანილმა ამ ლექსმა. იმიტომ რომ ეს უბრალოდ ფიქრი აღარაა, აი როცა წიგნს კითხულობ, რაღაცა ლექსს კითხულობ, რაღაცა ტექსტს ეცნობი. ეს უკვე მოქმედება, ეს უკვე ხმით პერფორმანსია ესა. ხო დაფიქრებულ ხართ იმაზე, რომ აი ლექსის წამკითხველი ძალიან ბევრი ჩვენ არ აგვყავს. თუ ლექსი არ გესმის, თუ ტექსტი არ გესმის, ისე იმას ვერ წაიკითხავ. ისე იმას ვერ გააცოცხლებ. მკვდარი ჩიტივით გეჭირება ესე ხელში. ჩიტი იქნება, მაგრამ მასში სიცოცხლე არ იქნება. ბევრი მოგვისმენია ასეთი საკითხული თქვენც და მეც, ხო? მაგრამ ყველას მაინც გვახსოვს კალბატონი ზინაიდა დაუშვათ კვერეთში. ჩვენ შეგვიძლია სახელები დავასახელოთ, რაცა პირველია, მაგრამ თავარი ეს არის, რომ ხმამაღლა წაკითხვა, საჯაროდ წაკითხვა. ეს პასუხისმგებლობა ინტერპრეტაციის. როგორ მოიტან? ერთხელ მე ვიცი ეს ამბავი პირველ არხზე თვარსტების სერგო ზაქარიაძე წერდა ვაჟა-ფშაველას ლექს, აი ოქროს ფონდისთვის თვარსტები ღამე მთაში. ხო და ისინი ვინც ამ სტუდიაში მუშაობდნენ, დაპატიჟებულები იყვნენ დაბადების დღეზე. ეჩქარებოდათ და ფიქრობდნენ რა ბედნიერება, მალე ჩავწერთ ერთი ლექსის ჩაწერას რა უნდა და წავალთ მივასწრებთ დროს. ხო მეორე დღეს რო ყოფილიყო ეს დაბადების დღე მაინც ვერ მიასწრებდნენ, გონი, იმიტომ რომ პირველ სიტყვას წერდა 2 საათი. აი დაღამდა რა? ისე როგორც წვრილნი ვარსკვლავნი აყვავდნენ, დასხდნენ ცაზე. ეს უნდა თქვას პირველი სიტყვა. პირველი სიტყვა დაღამდა. ბევრნაირად შეიძლება თქვა. როგორც იტყვი იმ პირველ სიტყვას, ის ტონალობა გახვდება მერე მთელ ლექსს. თავარი ლაიტმოტივი. შენ შეგიძლია ომახიანად დაიწყო, დაღამდა თქვა, რა? ანდა ჩორჩოლის დაღამდა. ანდა რაღაცა ისე სულ ერთიას დაღამდა. რა, ბევრი განწყობით შეიძლება დაიწყო და ამას გახვდება მერე მთელი ლექსი. ასე რომ საჯარო კითხვა, ხმამაღალი კითხვა ეს დიდი ამბავია, ეს მსახიობობაც არის, ეს გარდასახვაც არის, ეს ტექსტის სიღრმეში და მის მთავარ მნიშვნელობებში შეღწევის მცდელობაც არის. თქვენს ცხოვრებაში თუ არის აი ესეთი წიგნი, რომელმაც დავუშვათ წაკითხვისას აი ესეთი გარდამტეხი როლი ითამაშა და თუ გახსენდებათ აი ესეთი, აი ხა. ეხლა მე იმას აქში ვარ, რომ ერთ რომელიმე წიგნთან ასოცირება შეიძლება არც იყოს სწორი, მაგრამ მაინც რა თქმა უნდა დავასახელებ ასეთ წიგნებს, იმიტომ რომ ეს არ მეჭირს, ეხლა დიდი ხანია ამაზე ნაფიქრი მაქვს. პირველი ეს ვეფხისტყაოსანია. მე ვფიქრობ, რომ რუსთველი არის ერთ-ერთი მათგანი, რომელთათვისაც სიტყვა შეუძლებელი საერთოდ არ არსებობს. ეს ეხება დეტალს, ეს ეხება მთლიან ტექსტს, ეს ეხება ხედვას. რა ვიცი მე, რაციონალურ ხედვას, ემოციურ ხედვას, ყველაფერს. ერთ პატარა მაგალითს გეტყვით. ფატმანი და მისი მეუღლე უსენი
ნესტანთან შევიდნენ. ფატმანმა გაუმხილა ქმარს, რომ აი ასეთი ქალი გყობს სახლშიო. და ეს უსენის და ეს ფატმანის ორივენი გაოგონებულები უმზერენ ნესტანს. და რუსთველი რას ამბობს იცით ამ დროს? ერთმანეთი დაავიწყდათო. არ გინდა ამის თქმა? იმდენად მნიშვნელოვანი, იმდენად შეავსო სამყარო εμესმა ხილვამ, რომ ამათ ერთმანეთის განცდა დაავიწყდათ და გვერდ-გვერდ ყოფნაც დაავიწყდათ. ჰომეროს არა აქვს ასეთი ამბავი, ეს ტროელი უხუცესები რომ სხედან და რომ წუწუნებენ. ჩემნაირ ხანდაზმულ ხალხს წუწუნი ხო უყვარს ხანდა. და ამბობენ რომ კი მაგრამ რა არის ასეთი ეს მშვენიერი ელენები ერთი ქალის გულისთვის ღირდა ახლა ამდენმა დედამ შავი უნდა ჩაიცვას და რაღაცებს ლაპარაკობენ იმიტომ რომ ბერძნები მოადგნენ ტროას კედლებს და ამ დროს ჩამოიარა ელენე და ამბობს ეს კითხავით და კი შეიძლება ერთი სიტყვა არ აქვს ჰომეროს ასეთი ლამაზი იყო და ასეთი ტანი ჰქონდა და ასეთი მიხვრა მოხრა და ასეთი ხმა და არც ერთ განსაზღვრებას არ იყენებს მაგრამ ძალიან ნათლად მკაფიოდ გაჩვენებს რა ლამაზია ეს შეჩვენებული ელენა ბატონო გია ციფრული სამყარო ძალიან გვიტევს ხო და აი ამ წიგზე დამავიწყო ვეფხისტყაოსანი დაო დეძინი ლაოძის ოდნავ მაინც შევინარჩუნეს სიმშვიდე ამ ასაკში ეს იმ წიგნის დამსახურება რა თქმა უნდა ბორხესი და რა თქმა უნდა ოტარჯილაძე ეს არის ის 4 ეს 4 ხო ბოდიში წიგნი რომელიც აუცილებლად უნდა წავიკითხოთ როგორ გახდეს მე ვკითხულობ ხოლმე აუცილებლად ამ წიგნებს იმიტომ რომ მეძახის 4-ვე წიგნი სხვას ასე ვერ ურჩევ ეს ჩემი პირადი გამოცდილებაა მაგრამ მაინც ხვებსაც შეუძლიათ სადონ ამ მიმართულებით შეაროთ. თუ აინტერესებთ შეუძლიათ. ბატონო გია, რას ურჩევთ ახალგაზრდა მშობლებს, რომლებსაც აქვთ სურვილი, რომ ბავშვებს შეაყვარონ წიგნი და ეს მათთვის არ გახდეს ტანჯვა, ასე რომ ვთქვათ. აი, რა ხერხი შეიძლება, რომ თანამედროვე ადამიანი დავაინტერესოთ, მოუწყვიტოთ პლანშეტებს, რადგან ძალიან გვიტევს ეს ტექსტი. ყველაფერს წყვეტს პირადი მაგალითი. დიახ. აი, როდესაც ტარდება ხოლმე საერთაშორისო შეფასებები მოსწავლეთა მათი წიგნიერების შეფასების კუთხით, ხო? აი ამ შეფასებებს ახლავს ხოლმე გარკვეული რეკომენდაციებიც, გარკვეული ხედვებიც. და ძალიან მარტივი რამ წერია, დასკვნა, თავისთავად ცხადი დასკვნა, მე რომ გითხოს კაცმა. იმ ოჯახებში, სადაც არის კარგი ბიბლიოთეკა, სადაც წიგნებს კითხულობენ, სადაც ერთმანეთს ელაპარაკებიან ამ წიგნებზე იქ იბადება აკადემიური წარმატების ყველაზე დიდი შესაძლებლობა. ასეთი ოჯახის შვილები ყველაზე მეტ წარმატებას აღწევენ სწორედ წიგნიერების თვალსაზრისით. ეს წიგნიერება მარტო ის კი არ არის თავისუფლად კითხვა რომ შეგიძლია შენ. ეს არის ადეკვატური აღქმა ამ ტექსტის, ადეკვატური მსჯელობა ამ ტექსტზე. ეს არის კულტურა, რომელიც ადამიანს უფრო საინტერესოს ხდის, უფრო მასშტაბურს ხდის, უფრო ინტელექტუალურს ხდის და უფრო მნიშვნელოვანს ხდის გარშემოყოფდათ საზოგადოებაში. თქვენი აზრით, აი, ეხლა რაზეც საუბრობდით, აი ეს ფორმა თუ შეგვიძლია რომ ვურჩიოთ თანამედროვე ოჯახებს, რომ ერთად წაიკითხონ დაუშვათ მშობლებმა და შვილებმა რაღაც წიგნი და მე ამაზე გაშალონა ეს ძალიან საინტერესო ინიციატივა. ლაპარაკობდი ამაზე სწორედ. იცით, ხანდახან როდესაც ბავშვი არ მიირთმევს წვნიანს, იმას უნდა მისცე კამფეტი. ასე პირდაპირაც არ გავიგებთ ახლა ჩვენ ამ ნათქვამს. მცირე ულუფათა სტრატეგია არსებობს პედაგოგიკაში, განათლების თეორიაში. როდესაც შენ არ მინდა ეს სიტყვა გამოვიყენო, კი არ შეიტყუებ იმ ტერიტორიაზე, იმ სივრცეში, არამედ შესთავაზებ მას და აგემოვნებინებ ამას. აი მე ერთი საგანმანათლებლო პროგრამა მაქვს, მიხსენები ადრეც, მცირე პროზა. მარტივი ამბავი არა, ბავშვი სკოლას რო ამთავრებს, ზოგადად საგანმანათლებლო სკოლას, ისე არ უნდა დაამთავროს, რომ ერთხელ მაინც არ გაიგონოს, ვინ არიან მაგალითად ჰემინგუეი ან სელინჯერი, ან აკუტაგავა,
ან მარკესი, ან ბორხესი ჩემგან ნახსენები, ხო? უბრალოდ არ ივარგებს ეს. რა ზოგადი განათლებაა თუ ეს ადამიანები არც გაგიგონიას საერთოდ, რა? სკოლა ისე როგორ უნდა დაამთავროს. სხვას რას შემოგთავაზებს სკოლა, ეს თუ არ შემოგთავაზა, რა? ამიტომ პატარ-პატარა ტექსტები შევარჩე, პატარა მოთხრობები, ზოგიერთი ნახევარი გვერდია საერთოდ. აი ახლა აქ რო წავიკითხოთ, 1-2 კვირა ვიკაბათებთ ჩვენ ტექსტს. ძალიან ძლიერი იმპულსი აქვს საგანმანათლებლო და პედაგოგიკური. პატარა ლექსი, პატარა ფრაგმენტი ფილმიდან, პატარა მონაკვეთი რომელიმე რომანიდან, რა? აი ნიკოს კაზანძაკის აქ შესანიშნავი რომანი ღვთის გლახა. ფრანცისკო ასიზელზე არის რომანი და ერთი ძველი მეგობარი ეკითხება უკვე ლამის წმინდანად ქცეულ ამ ფრანცისკოს. ერთობოდნენ, ადრე ერთად კეიფობდნენ და ის სხვა გზაზე დადგა და ეს სხვა გზაზე. და ამას ნაფლეთები 60 არც აქ წესიერი და ესე ეუბნება რომ სამყაროს გადარჩენას თუ ფიქრობ, მოდი ტანსაცმელს მაინც მოგცემ, ხო ხედავ როგორ ყინავს, შეგცივდებაო. ხო და ამან უთხრა რომ მე ღმერთი მაცვია და არ მცივაო. ერთი პატარა ამბავია, რა? შეიძლება ვიღაცა დაინტერესდეს, შეიძლება არც დაინტერესდეს. მაშინ მეორე კამფეტი უნდა შესთავაზო. და კამფეტები კიდევ მადლობა ხმართ ძალიან ბევრი. კამფეტი ბლომად. ძალიან გვინდა რომ თქვენი აი ეს სტუმრობა დღეს აი რაღაცა დავაგვირგვინოთ და ვიცით რომ რაღაცას აუცილებლად წაგვიკითხოთ. მოვიღე რა კიდე ასეთი საჯარო კითხვის ამბავია. მე წამოვიღე პავლეს ერთ-ერთი ეპისტოლედან მცირე ნაწილი, ერთ-ერთი თავი. ეს არის პირველი წერილი კორინთელთა მიმართ, პავლე მოციქულის. და ეს არის სიყვარულის აპოლოგია, ქებათა ქება, სიყვარულის. რაც ყველაზე მეტად სჭირდება თანამედროვე ცოტა ამღვრეულ სამყაროს. მარტო სიყვარული გვაბრუნებს ჩვენ თავდაპირველად ჩაფიქრებულ წესრიგთან. ნამდვილად. დავიკითხვა რა? აუცილებლად. ისმენთ ყურადღებით. მაინც ყურადღება უნდა მივაქციოთ, რას ლაპარაკობს პავლე მოციქული. თუ სიყვარული არ არისო შენში, რაც გინდა ის გააკეთე, გარეგნულად რომ ჭყვიალებს ძალიან და ხანდახან ჩვენ რო ხსნა გგონია ხოლმე. ის არარაობა არისო სიყვარულის გარეშე და ბევრი სხვა რამე წერია და თვითონ მას მოусმინოთ. კაცთა და ანგელოსთა ენებზეც რომ ვმეტყველებდე, სიყვარული თუ არა მაქვს, მხოლოდ რვალი ვარ მოჟღრიალე, მხოლოდ წკრიალა წინწილი. წინასწარმეტყველების მადლიც რომ მქონდეს, ვიცოდე ყველა საიდუმლო და მქონდეს მთელი რწმენა, ისე რომ მთების დაძვრაც შემეძლოს, სიყვარული თუ არა მაქვს, არა ვარ. მთელი ჩემი ქონება რომ გავიღო გლახაკთათვის და დასაწვავად მივცე ჩემი სხეული, რომ შევეწირო. სიყვარული თუ არა მაქვს, არა სმარგია. სიყვარული სულ გრძელია და კეთილმოწყალე. სიყვარულს არ შურს, არ ქედმაღლობს, არ ზვაობს, არ უკეთურობს, არ ეძებს თავისას, არ მრისხანებს, არ იზრახავს ბოროტს, არ შეხარის უსამართლობას, არამედ ჭეშმარიტებით ხარობს, ყველაფერს იტანს, ყველაფერის წამს, ყველაფრის იმედი აქვს, ყველაფერს ითმენს. სიყვარული არასოდეს არ გადავა, თუმცაღა წინასწარმეტყველებანი განქარდებიან, ენები დადუმდებიან და უქმი გახდება ცოდნა. რადგან ჩვენ ნაწილობრივ ვიცით, ნაწილობრივ კი წინასწარმეტყველებთ. ხოლო როდესაც მოიწევა სრულქმნილება, მაშინ განქარდება ნაწილობრივი. როდესაც ვიყავი ყრმა, ვიტყოდი როგორც ყრმა, ვფიქრობდი როგორც ყრმა, მსჯელობდი როგორც ყრმა, ხოლო როდესაც დავკაცდი, ზურგი ვაქციე ყოველივე ყრმობის დროინდელს. რადგანაც ახლა ბუნდოვნად ვხედავთ როგორც სარკეში, მაშინ კი პირისპირ ვიხილავთ, ახლა ნაწილობრივ ვიცი, ხოლო მაშინ შევიცნობ, როგორც თავად შევიმეცნები. და ბოლოს რით თავდება. ჯერჯერობით კი ეს სამია.
სარწმუნოება, სასოება და სიყვარული. ხოლო ამათში უმეტესი სიყვარულია. სიყვარული. ძალიან დიდი მადლობა. სიყვარული, ბატონო გია. მართლა